საამშვიდობისა პირდაპირ ეთერში 2025 წლის ბოლო შემაჯამებელი მთავარი აჭარაში. გადაცემა, რომელშიც ყოველ სამშაბათს განსხვავებული აქცენტებით გიყვებოდით ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მხოლოდ მთავარ ამბებზე მთელი წლის განმავლობაში. მე ვარ ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. 2025 წელს ქვეყანასა და რეგიონში განვითარებულ მთავარ პოლიტიკურ პროცესებს, წყლის ჭავლი, ვარაუდები აკრძალული ნივთიერებების გამოყენებაზე და მედიაზე თავდასხმა, როგორ ვითარდებოდა და რას პასუხობდა სახელმწიფო 10,000-ობით მოქალაქის ევროპულ პროტესტს, როგორ მომზადდა საკანონმდებლო ბაზა აქციების კრიმინალიზაციისთვის და რა ფასი იხდის დღეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის სახით. სახაროვის პრემიის მფლობელის მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2 წლიანი პატიმრობა და სამართლებრივ აბსურდად შეფასებული სასჯელი, გამოაშკარავებული კორუფციული სქემები და სკანდალური დაკავებების სერია საქართველოში, ბრალდებები ექს-პრემიერ-მინისტრებისა და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, სისტემური კორუფციის მხილება თუ შიდა პოლიტიკური ანგარიშწორება, რას აჩვენებს პროცესი. ხელისუფლების პასუხი საგარეო და შიდა პოლიტიკურ ოპონენტებს, სადგადის ღვარი ლეგიტიმურ თავდაცვასა და გამკაცრებულ კონტროლს შორის, რატომ ფასდება მართველი გუნდის ნარატივის სუვერენიტეტსა და მშვიდობაზე დემოკრატიის შეზღუდვად, ვაანალიზებთ რამდენად მდგრადია პოლიტიკური სისტემა, რომელიც 2025 წელს ჩამოყალიბდა, მხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი გადაცემაში მთავარი აჭარაში. ასე ვიწყებთ 2025 წლის ბოლო გადაცემას. ვაჯამებთ წელს, რომელმაც საბოლოოდ დაანგრია ილუზია პოლიტიკური სტაბილურობის შესახებ და საქართველოს ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე დააყენა. თუკი გასულ წლებში ჩვენ საუბრობდით წინსვლადის საგარეო პოლიტიკაში ან გზაზე არსებულ გამოწვევებზე, 2025 წელი ისტორიაში შევა როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან დიდი დაპირისპირებისა და მხილების წელი. ეს იყო პერიოდი, როდესაც ქუჩის პროტესტმა საგარეო იზოლაციის შიშმა და ყოფილი მაღალი თანამდებობების პირების კორუფციულმა სქემებმა ქვეყნის დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. 2024 წლის შემოდგომიდან მოყოლებული თბილისის რუსთაველის გამზირი იქცა მთავარ პოლიტიკურ არენად. ეს აღარ იყო მხოლოდ რიგი დემონსტრაციები, ეს იყო საზოგადოების ხმაურიანი პასუხი საგარეო კურსის შესაძლო ცვლილებაზე. მაშინ, როდესაც ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან მომავალი გზავნილები სულ უფრო ხშირად შეიცავდა სიტყვებს სანქციები, დაპაუზება და ნდობის დაკარგვა, 10,000-ობით მოქალაქე ქუჩაში საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდა. ხელისუფლების მცდელობა დაებალანსებინა დასავლური ვექტორი და რეგიონული ავტორიტარული გავლენები 2025 წელს კრახით დასრულდა. საგარეო პოლიტიკაში არსებულმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია, როდესაც პარტნიორებმა პირდაპირ დაიწყეს საუბარი დემოკრატიულ უკუსვლაზე საქართველოში. ამ პროცესმა გააჩინა ღრმა ნაპრალი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების არც ისე მცირე ნაწილს შორის, რაც წლის განმავლობაში არაერთხელ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, დაპატიმრებებში, დევნასა და კოლოსალურ ჯარიმებში. თუმცა 2025 წლის ყველაზე საგანგაშო ტენდენცია არა მხოლოდ ქუჩაში დაპირისპირება, არამედ ის საკანონმდებლო იერიშიც აღმოჩნდა, რომელიც ხელისუფლებამ მისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყო. სანამ რუსთაველის გამზის და სპეცდანიშნულების რაზმები წყლის ჭავლს იყენებდა, რომელიც BBC-ს გამოძიების მიხედვით სავარაუდოდ გაჯერებული იყო აკრძალული ქიმიური ნივთიერებით და ფიზიკურ ძალას იყენებდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ პარლამენტის დარბაზში საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა მზადდებოდა სამართლებრივი ბაზა პროტესტის კრიმინალიზაციისთვის. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვიხილეთ პროცესი, რომელსაც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები სამოქალაქო სივრცის დახშობას უწოდებენ. 2025 წელს მიღებულმა გამკაცრებულმა რეგულაციებმა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ფაქტობრივად ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი პოტენციურ სამართალ დარღვევად აქცია. თუმცა წლის ყველაზე ხმაურიანი ამბები მაინც სასამართლო დარბაზებიდან მოდიოდა. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება სახაროვის პრემიის მფლობელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შენობის კედელზე სტიკერის გაკვრის გამო მისი თანამშრომლების დაკავების პროტესტის ნიშნად გამოხატვის თავისუფლების დასაცავად თავადაც გააკრა სტიკერი.
გამოშვების შემდეგ მალევე იმავე ღამით უკვე 12 იანვარს ხელახლა ამჯერად სისხლის სამართლის წესით პოლიცია ირაკლი გებუაძისთვის სილის გაწვნის გამო შეაბრუნეს პოლიციაში. იურისტების შეფასებით საქმის გარემოებებთან შეუთავსებელი იყო და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა ბრალი, რომელიც ჟურნალისტს აუყენეს სამართალდამცავზე თავდასხმა დანაშაული, რომელიც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აკვეთით ისჯება. 2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლი თავისუფლების აკვეთა მიუსაჯა. 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა გამოცემა ბათუმელებისა და ონლაინ პლატფორმა ნეტგაზეთის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, როგორც უკვე გითხარი, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა მზიას ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, თუმცა უშედეგოდ 24 დეკემბერს ამაღლობელის ადვოკატებმა საქართველოს ამჯერად უკვე საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართეს საკასაციო საჩივრით. ისინი ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი 2 წლიანი სასჯელი ძალაში დატოვეს. 2025 წელი იქცა ნამდვილ წმენდად პოლიტიკურ ელიტაში სხვადასხვა ბრალდებით, თუმცა კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები. ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების ყოფილი წევრების, ყოფილი პრემიერ-მინისტრების მიმართ წარდგენილი ბრალდებები, გავლენიანი მინისტრებისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების სერიული დაკავებები, ბრალდებები მძიმეა. სახელმწიფო ბიუჯეტის მითვისება, ტენდერების მანიპულირება და ეგრეთ წოდებული ატკატების სისტემის შექმნა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკას მილიონობით ლარის ზიანი მიაყენა. ამ პროცესების ფონზე კრიტიკული საზოგადოება სვამს კითხვას, ასევე ლეგიტიმურ კითხვას, არის თუ არა ეს რეალური ბრძოლა კორუფციასთან თუ შიდა პოლიტიკური ანგარიშწორება და განტევების ვაცების ძიება მზარდი უკმაყოფილების ჩასახშობად. 2025 წლის კორუფციულმა სკანდალებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებობდა სისტემური კორუფციული დაჯგუფებები, თუმცა 2025 წლის პოლიტიკური დრამა მხოლოდ ქუჩის დაპირისპირებებითა და სასამართლო დარბაზებით არ შემოფარგლულა წლის ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი და ბურუსით მოცული ეპიზოდი აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს უკავშირდება ინციდენტი, რომელიც ბევრმა სისტემის შიგნით არსებული გაუსაძლისი წნეხის შედეგად აღიქვა. თანამდებობიდან Facebook პოსტით წასული რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა საზოგადოებაში ასდა სხვადასხვაობა და მრავალი კითხვის ნიშანი გააჩინა. მაშინ, როდესაც ოფიციალური უწყებები ინფორმაციის მაქსიმალურ ჩაკეტვასა და თავისეულ ვერსიაზე მუშაობდნენ, კულუარებში საუბრობდნენ უპრეცედენტო პოლიტიკურ წნეხზე, რომელიც რიჟვაძეზე, როგორც გარედან, ისე შიგნიდან საკუთარი გუნდის მხრიდან ხორციელდებოდა. თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურებული ვერსია ჩვენ არ გაგვაჩნია ამ დრომდე. ამ მოვლენების ფონზე 2025 წელი დასრულდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საგარეო ნდობის ისტორიული მინიმუმით, როდესაც საგარეო პოლიტიკა ჩიხშია, ხოლო საშინაო პოლიტიკა კორუფციულ სკანდალებში ჩნდება ვაკუუმი, რომელსაც ნიჰილიზმი და რადიკალიზაცია ავსებს. ამ მწვავე კრიტიკისა და ქუჩაში არსებული დაძაბულობის საპირწონედ 2025 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა საკუთარი მყარი ნარატივი, რომელსაც საფუძვლად სუვერენული დემოკრატიის პრინციპი დაუდო, მართველი გუნდის პოზიცია ცალსახა, მათთვის ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არა დემოკრატიის უკუსლო, არამედ სახელმწიფოს თვითგადარჩენის მექანიზმია. მართველი ელიტის განცხადებით, საგარეო პოლიტიკაში არსებული დაძაბულობა ხელოვნურად არის პროვოცირებული გარე აქტორების მიერ, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას. ხელისუფლების პოზიციით კანონმდებლობის გამკაცრება ემსახურება არა პროტესტის ჩახშობას, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას იმ რადიკალური ჯგუფებისგან, რომლებიც ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და გადატრიალებას გეგმავდნენ. ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებებთან დაკავშირებით ხელისუფლების რიტორიკა მკაცნია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით ეს პროცესი არის მტკიცებულება იმისა, რომ სისტემას აქვს უნარი საკუთარ რიგებში აღმოაჩინოს და დასაჯოს დამნაშავეები მიუხედავად მათი წარსული დამსახურებისა. გირაოს გამოყენებას კი ისინი სამართლებრივი ჰუმანიზმითა და საგამოძიებო პროცესის
თავისებურებებით ხსნიან. სანამ დასავლელი პარტნიორები დემოკრატიულ ხარისზე საუბრობენ, ხელისუფლება აქცენტს ციფრებზე აკეთებს მათი პოზიციით 2025 წლის ეკონომიკური ზრდა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები არის დასტური იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. მათი ლოგიკით ეკონომიკური სუვერენიტეტი არის წინაპირობა პოლიტიკური დამოუკიდებლობისა, რაც ზოგჯერ დასავლურ სტანდარტებთან დისონანსში მოდის. ხელისუფლების გზავნილი მარტივია, მათი თქმით, ისინი იცავენ მშვიდობას ნებისმიერ ფასად, თუმცა კითხვა, რომელიც 2025 წელს აერში დარჩა, შემდეგია, სად გადის ზღვარი ლეგიტიმურ თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებს შორის და არის თუ არა მშვიდობა ფასეული თუ ის მოქალაქეობრივი თავისუფლებისა და საერთაშორისო იზოლაციის ხარჯზე მიიღწევა. დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ მხოლოდ მშრალ ფაქტებზე, ჩვენ ვისაუბრებთ იმ ფაზზე, რომელსაც საქართველო იხდის ამ პოლიტიკური რყევების გამო. 2025 წელმა ნიღბები ჩამოხსნა ყველას, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ჩვენ დავინახეთ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა მთელი თავისი მოცემულობით, რომელიც არასტაბილურია. დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ პოლიტიკოსებთან აქედან გამომდინარე, ვისაუბრებთ ექსპერტებთან ერთად და ნეიტრალურ ანალიზს შემოგთავაზებთ იმ პროცესებზე, რომელიც 2025 წელს ხდებოდა და ხმალ-კმალს ტოვებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ვიწყებთ საუბარს პოლიტოლოგ დავით ზურაბიშვილთან ერთად. ბატონ დავით, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ. ბატონ დავით, მაინც მინდა ჩვენ შეჯამება დავიწყოთ ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში არსებული მოცემულობით. თქვენი შეფასებით რამდენად შეუქცევადია ის პროცესები, რომელიც 2025 წელს გაჩნდა საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ წელს ქვეყანამ საბოლოოდ დაკარგა დემოკრატიული შუქრის სტატუსი, რომლითაც გამოირჩეოდა ის რეგიონში და გადავიდა თვითგადარჩენის რეჟიმში, როგორც ამას კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება წარმოაჩენს, მათ შორის ქვეყნის შიგნით. რაც შეეხება ამ საგარეო ურთიერთობებს, ახლა ამ ხრივ საქართველოს პრინციპში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ეს არის არ მიყვარს ზედმეტად გადაჭარბებები, მაგრამ უბრალოდ კატასტროფაა, რასაც აკეთებენ. ეს არის პირდაპირ ქართული სახელმწიფოებრივი ფუნდამენტური ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კურსი. მე არ ვიტყვი, რომ ეს არის რაღაცა შეგნებულად, თქვათ, რუსეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის, პირველ რიგში რუსეთისა, თქმა უნდა, სხვა ქვეყნებზე არც არის რეალურად საუბარი, მაგრამ ამას არ ვიტყვი, რომ შეგნებულად პრორუსული კურსია, მაგრამ შეგნებულად ანტიდასავლური კურსია, შეგნებულად არის კურსი, რომელიც საქართველოს ტოვებს აბსოლუტურად დაუცველს, თუ ეს კურსი განხორციელდა ბოლომდე და იმედი მაქვს ვერ განხორციელდება, აბსოლუტურად დაუცველს ტოვებს რუსეთის წინაშე და რუსეთს შეეძლება ამ რეალობაში აბსოლუტურად რაც უნდა ის მოახვიოს საქართველოს ხელისუფლებას თავზე. თუ ამას ვერ ხვდებიან, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა და თუ ხვდებიან და მაინც ამას აკეთებენ, ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა. ეს არის ცალსახად, ჩემი აზრით, საგარეო ურთიერთობაში. ახლა და ძალიან მარტივია ამის დანახვა. პატარა ქვეყანა, საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა, საერთოდ ასე ხარ სოფლიოში დღევანდელ პოლიტიკაში მით უმეტეს. არც ადრე არსებობდა და არც ახლა არ არსებობს, ეს აბსოლუტურად იზოლირებული ქვეყნები ერთმანეთის გარშემო, ყველა თავშია ჩაკეტილი და მეორე ქვეყნის ამბავი არ ეხება, ხომ? და საქართველოსთვის ყოველთვის არის მომდინარე საფრთხე რუსეთი და რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული, ითხოვს ჩვენგან რომ აღიაროთ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ითხოვს ჩვენგან რომ ვიყოთ იზოლირებული პრაქტიკულად დასავლეთისგან და მთლიანად მივებათ მას. პუტინს ეს რუსეთის ხელმძღვანელს ღიად აქვს განცხადებული, რომ ის აპირებს იმპერიის აღდგენას. საბჭოთა კავშირშიც არ ლაპარაკობს, აი რუსეთის იმპერიის, აი პოლონეთს რომ მოიცავდა და ფინეთს, აი იმ რუსეთის იმპერიაზე აპელირებს, ღიად საკმაოდ და უკრაინაზე გაჭեղებულ ომსაც ამით ხსნის, რომ ის ისტორიულ ტერიტორიებს იბრუნებს და მას აქვს ისტორიული კავლენის ზონა, რუსკი მիր, რუსული სამყარო, სადაც უნდა იყოს მისი ექსკლუზიური კონტროლი. ხა ეს არ დაუმალია ადამიანს. ამის საპირწონე ვერ იქნება საქართველოს თუ მას არ ყავს ძლიერი მოკავშირე.
თავისთავად თავსამუდარი ძალებით ახლა ჩვენ რუსეთს ომს ვერ მოუგებთ ახლა. შეგვიძლია გავწყვდეთ და შევაკვდეთ, მაგრამ ვერ დავამარცხებთ ხო ასე მარტივად. მაგრამ ასეთი მოკავშირე, რომელიც რუსეთს დააბალანსებს, ვერ იქნება ვერც ჩინეთი. სასაცილოა, იმიტომ რომ ჩინეთისთვის საერთოდ არაა საინტერესო ამ თვალსაზრისით რუსეთი იქნება თუ არ იქნება. და მეორე არც მით უმეტეს არაბული სამყარო ან ვიღაც სხვა. ერთადერთი საფრთხე შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. აი ეს ქვეყნებია, რომლებიც რაღაცნაირად შეიძლება იყოს შემაკავებელი ფაქტორი, დამაბალანსებელი ფაქტორი რუსეთის. ახლა რუსეთს ჩვენ ვერ გავაქრობთ, ეს ჩვენ გვერდით არის. ეს ფაქტორი იარსებებს მომავალშიც, მაგრამ ვაბალანსებდით ყოველთვის ყველა ხელისუფლება ცდილობდა ყოფილიყო, ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპის ქვეყნებთან კარგ ურთიერთობაში და ამით რაღაცნაირად დაებალანსებინა რუსეთის გავლენა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ქართული სახელმწიფო გაცილებით მეტად იყო როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანა და როგორც დსთ-ს წევრი რუსეთზე დამოკიდებული, ვიდრე თუნდაც დღეს არის. გასაკვირიც არ უნდა იყოს დღეს ჩვენ ბოლო რამ წლებია, ასე ვთქვა, ბოლო 15 წელია პრაქტიკულად ჩამოცილებული ვართ ჩვენ რუსეთს და რუსულ გავლენას, თუმცა ახლა ამ დასავლეთისგან იზოლაცია აქტიურად გვაბრუნებს ისევ იმ პოსტსაბჭოთა სივრცეში, საიდანაც ჩვენ თითქოს გამოდიოდით და მივდიოდით ევროკავშირისკენ. აი ეს არის საგარეო ურთიერთობაში, ხა თუ ეს არ გვესმის რომ დასავლეთთან ურთიერთობა ეს არის ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესი და არანაირი აქ deep state და არანაირი რაღაცა მასონები და რა ვიცი შეთქმულების თეორიები რომ ვიღაცას რაღაცა ჩვენგან უნდა რაღაც ომში ჩათრევა, ნუ ეს საერთოდ საოცარი პროპაგანდა. მე უბრალოდ გაკვირვებული ვარ ოპოზიციამ. ამ ფონზე ჩვენ ნახეთ ბატონ დავით 2025 წელს მიღებული რეპრესიულად შეფასებული კანონები, ხო, რომლებიც მშვიდობიან პროტესტს სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს, ხო, ნებისმიერ გამოხატულებას ფაქტობრივად უკვე, ხო? ამ საკანონმდებლო იერიშმა რამდენად მოუტანა ხელისუფლებას რაიმე ტიპის შედეგი, შეძლო თუ არა საზოგადოების დაშინება და საერთოდ რა გავლენა იქონია პროცესებზე. ძელვადი ამ პერსპექტივაში როგორ ხედავთ ასეთ ვითარებაში სამოქალაქო წინააღმდეგობას? აი ჩვენ როგორ სიტუაციაში ვართ, იცით ახლა, ესე იგი ეს კანონების მთელი კასკადი, რომელიც ამ მიტინგებზე, დემონსტრაციებზე, ასე თქვის თავისუფლების შეზღუდვა, ყველაფერი იყო იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს პროტესტი გაეჩერებინათ. მიზანი იყო მხოლოდ ეს. ჯერ აუგზავნეს ქუჩაში გადასვლა, მერე თუ ესო ტროტუარზე არ შეიძლება დგომა. ნუ საერთოდ რა შეიძლება, საერთოდ გაუგებარია, მაგრამ არ ჩერდება ეს პროტესტი. მაინც პროტესტი მაინც მიმდინარეობს და მე ძალიან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს კი არა, დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, მაინც გაგრძელდება. და რა გვე ჩამოყალიბებულია რაღაცა მასა ადამიანების, რომელიც ყოველთვის გააპროტესტებს, ყოველთვის გამოვა სანამ რაღაც არ შეიცვალა. 2025 წელს ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო საზოგადოებრივი მუხტი და ქუჩის პროტესტი პრინციპში ბატონ დავით, თუმცა პარალელურად ხედავთ რომ ხელისუფლება მაინც ახერხებს რეპრესიული კანონების გატანას იქნება. კანონებს მიიღებს ახლა იმიტომ რომ კანონებს იღებს პარლამენტი და პარლამენტი მაგათია და კი ბატონ, მაგრამ ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური, მთლიანად პოლიტიკური კლასის ჩართულობა ამ პროცესებში. რამდენად შეძლო ოპოზიციურმა სპექტრმა ამ სახალხო ენერგიის პოლიტიკურ შედეგად კონვერტაცია, ეს არის საინტერესო. მე საკმაოდ პესიმისტურად უყურებ გულახდილად გეტყვით. კი ბატონო. მე ვფიქრობ რომ ნაკლებად რეალისტური მგონია ეგ ამბავი. და რატომ? იმიტომ რომ თვითონ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის განწყობაც, თვითონ ამ რუსთაველის პროტესტის განწყობაც, აი ადამიანებისა, ვინც ერთი წელია აი ამ ლამის იმაში არიან ჩართულები, მათი დამოკიდებულება და მათი აი წამყვანი ხაზი არის რა, რადიკალური დაპირისპირება ხელისუფლებასთან და პრაქტიკულად ორიენტაცია იმაზე, აი ჩხუბი რომ მორევაზია, ეგეთი რაღაცა, რომ აი უნდა დაგანგრიო შიგნიდან, მოკლედ, თავარია გავძლოთ, თავარია არ გავჩერდეთ, თავარია, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააცნობიეროს თუ რა დამღუპელია ქართული ოცნების პოლიტიკა, გვაკარგინებს დამოუკიდებლობას, გვაკარგინებს ყველაფერს და აი ამას ყველა გააცნობიერებს, დაინგრევა ნელ-ნელა შიგნიდან,
დაუშვებს ხელისუფლებას შეცდომებს, მეტი რა შეცდომა უნდა დაუშვას მე არ ვიცი მართალი გითხრათ, მაგრამ აი დაიშლება შიგნიდან დაინგრევა და იმდენად დაინგრევა, რომ მე ჩვენ შეგვეძლება აქედან ქუჩიდან უთხრათ, ეხლა შენ მიდი და ეს დანიშნე CSKO-ს თავმჯდომარედ, ეხლა ისკენი, ეხლა ასე ჩაატარი არჩევნები, ეხლა კომისიაში ის შეიყვანე და ის ჩვენ ჯგვალზე ივლისს და ჩაგვიტარებს მე ნორმალურ არჩევნებს და შევცვლით ხელისუფლებას და ვიცი რა გაიქცევა მოსკოვში ალბათ, ან სადმე სპილოზურის ნაპირზე, რა ვიცი ეხლა, კოდიუარში. აი ეს არის რა და რატომ ვერ შეძლო ბატონ დავით? კი ბატონო, ეს სახალხო პროტესტი. ჩვენება ეს დამოკიდებულება. ეს როდესაც ასეთი დამოკიდებულება გაქვს, რეალისტური ეს შეიძლება გახდეს მხოლოდ ორი ფაქტორის მეშვეობით. დიახ. ერთი ფაქტორის მეშვეობით თუ შემხარეს არის ძალოვანი სტრუქტურები და ელემენტარულად შიგნიდანაა სახელმწიფო დანგრეული, რაც არ აგვაქვს. დიახ. მეორე, თუ ხელისუფლება ანგარიშ უწევს გარე ფაქტორს. დიახ. ადრე ასეთი დაპირისპირება, როდესაც დიდი მასა იყო ჩართული, თუ ხელისუფლება უკან იხევდა არა იმიტომ, რომ ამ მასის ეშინოდა იმდენად. არამედ იმიტომ, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ სურდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭება. ეს იყო ფაქტორი და ეს ფაქტორი აღარ არსებობს. ფეხებზე კიდია უკაცრავად ამ სიტყვაზე, დღეს ბიზინა ივანიშვილის და ქართულ ოცნებას რა სიტყვის ამერიკა და ევროპა ჩვენთან მიმდინარე აქციებზე. არ აინტერესებს ეს გამოვიდა ხა. მათ აინტერესებთ იმათ სულ სხვა რაღაცა. ოპოზიციამ რატომ ვერ შეძლო ბატონ დავით? ოპოზიციური სპექტრიც და ეს სამოქალაქო საზოგადოებაც დიახ. აღმოჩნდა აბსოლუტურად არ აღმოჩნდა მზად ამ რეალობისთვის. აი იკიდებს ფეხებზე და უშუალოდ ხელისუფლება დასავლეთს. აი რა შვებით მე. დიახ. და აი ვერცურაფერს ვერ შვებით ასე გამოვიდა, იმიტომ რომ არაფერი სხვა არსენალში გარდა იმისა, რომ გავიდეთ ქუჩაში და დავიძახოთ ძირს ხელისუფლება არ აქვს მეტი. არ აქვს, აი ხვალ რომ მაგალითად გეტყვით არა თქვით პოლიტიკოსებისთვისაც მაგ ეს კითხვა დასმული და არ აქვს პასუხი პრაქტიკულად. ხვალ რომ ხელისუფლება თქვა გამოაცხადოს რიგარეში არჩევნები. დიახ. რა შვებია, გადიან ამ არჩევნებზე ეს პოლიტიკოსები თუ არა? ეს დაბნეულობა ხო, დაბნეულობა როგორც ასეთი არსებობს. არა და რა უბრალოდ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ 2026 წელს, მომავალ წელს, თუ ეს პროტესტი არ გაჩერდა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არ გაჩერდება, თუ არ გაჩერდა პროტესტი, შეიძლება იფიქრო, რომ მოდი რა ჩავატაროთ ეს რიგარეში არჩევნები, ავიღოთ. ესენი მაინც არ მიიღებენ მონაწილეობას. ის ცისკულზე დაასხამს წყალს ბატონ დავით, ეს არის ალბათ საინტერესო. ჩვენ ნახეთ ხო თვითმმართველობის არჩევნები და ის შედეგი რაც მიიღო საზოგადოებამ პირველ რიგში. თვითმმართველობის არჩევნებზე ჩემი აზრით რაც მოხდა, ეს ჩემთვის პირადად ეს იმდენად შოკისმომგვრელი იყო ყველაფერი. რომ მართალი გითხრა იმის მე საერთოდ ხალისიც არ მაქვს რაღაცა ამ პოლიტიკურ საქმიანობას საერთოდ რაღაც ახლოს მივიდე იმიტომ. ჩემი აზრით ახლა ორჯერ 2-4-ის დონე იყო რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი უნდა დარაზმულიყო ამ არჩევნებისთვის, თბილისის არჩევნებისთვის განსაკუთრებით, ასევე რამდენიმე დიდ ქალაქში, ბათუმში, ქუთაისში, ну განსაკუთრებით თბილისში. ეს შემთხვევით იყო აი ორჯერ 2. იმდენად მარტივი იყო, იმიტომ რომ ხელისუფლებას ამას ძალიან ეშინოდა, ეს ჩანდა. გარდა იმისა, რომ არჩევნების ეხლა მოგებაწაკებაზე კი არაა მარტო. დღეს ხო თავარი პრობლემა ერთ-ერთი გვაქვს, რომ არ გვყავს ლიდერი, არ არის გამოკვეთილი ლიდერი. ვერ შეიქმნა პოლიტიკურად რაღაც პოლიტიკური ალტერნატივა. არჩევნებზე უფრო კარგი საშუალება ლიდერის გამოკვეთის და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნისა არ არსებობს. არ არსებობს უკეთესი მექანიზმი. ბუნებაში არ არის. ვინც იქნებოდა, ახლა შემიძლია გითხრათ, თბილისის მერის კანდიდატი, ვინც იქნებოდა ერთიანი ოპოზიციიდან, ის იქნებოდა ოპოზიციის ლიდერი. ცოტა ხანში გახდებოდა, როგორც ლევან გაჩეჩილაძე გახდა თავის დროზე 2007 წელს ლიდერი ზოგადად ოპოზიციის, იმიტომ რომ ის იყო პრეზიდენტობის კანდიდატი. ეს ასე ხდება. იგივე იყო ირაკლი ალასანიას და სხვებზეც. ანუ თუ არ არის გამოკვეთილი, არჩევნებით უნდა გამოკვეთო. ამიტომ მაშინ ის რომ ოპოზიციამ დიდმა ნაწილმა, უმრავლესობამ, საპროტესტო მოძრაობამ და სამწუხაროდ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩემთვის სრულიად გაუგებარი ეს ბოიკოტი აირჩია. ამით რა მოხდა? ამით მოხდა ის რომ ხელისუფლებას ვერაფერი ვერ დააკლეს ამით, თანამას დაარქვეს რაღაც საოცარი სახელი რუსული სპეცოპერაცია. საერთოდ რუსეთი რა შუაში იყო? მართალი გითხრა მე ვერ გავიგე. რუსეთის ინტერესში ალბათ ის შედეგი მიუპრო იყო, რაც ახლა დადგა. კი ბატონო. ბატონო პრაქტიკულად არჩევნებში მონაწილე პარტიების
ის რეიტინგი განულდა თითქმის ამ მონაწილეობით, იმიტომ რომ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა მოუწიათ იქ ლელოს და ახარიას პარტიას, ამ არაპოპულარული ნაბიჯის გამო მათი რეიტინგი მკვეთრად დაეცა, ვერც იმ დანარჩენმა პარტიებმა ამით ვერ მოიგეს ვერაფერი, ხელისუფლებამ შეავსო შვიდად წყნარად ეს საკრებულოები ყველგან და ეხლა არის რა პრობლემა? 3 წუთი გვაქვს ბატონ დავით დარჩენილი ფაქტობრივად. მოხდება, არა, დავასრულებ. იგივე მოხდება საპარლამენტო. კი ბატონო. თუ ხვალ მაგალითად საპარლამენტო არჩევნები გამოგვიცხადა ხელისუფლებამ. კიდე იტყვია რომ აუ როგორ შეიძლება აქ შესვლა, ეს იქნება აღიარება, ეს იქნება რაღაცა ნორმალიზაცია სიტუაციის, აბა არავითარ შემთხვევაში და ჩაატარებს არჩევნებს. საკონსტიტუციო უმრავლესობაც ეკნება, რაზეც უნდა იმას გააკეთებს და უფრო მეტსაც გეტყვით. ხელში ამოუვა იგივე დასავლეთსაც აისყაბავე ყველაფერი და შვერიერ ლეგიტიმაციასაც მიიღებს კიდევ. ფაქტია რომ ოპოზიციამ კონვერტაცია იმ სამოქალაქო მუხტის ვერ მოახერხა, რომელიც არსებობდა თუნდაც ქუჩის პროტესტის სახით. ჩვენ ყველა ერთად უყურებთ ამას 1 წლის განმავლობაში. არა, ის ხალხი ვერ ახერხებს, ვინც ამ პროტესტშია სწორედ. იმ ხალხს აქვს ეს განწყობა. მთელი პრობლემა არის ეს. იმ ხალხს აქვს განწყობა, რომ არავითარი კომპრომისი ყველაფერს კომპრომისზე და ყველაფერს დათმობათულიან. არჩევნებში მონაწილეობა სერიოზულად მეუბნებოდი რომ არის ხელისუფლების გაправება უნდა. ხა ნუ აქ შეუძლებელია როცა ადამიანი მეუბნება ფაქტობრივად 2 წუთი გრჩება ბატონ დავით, უნდა გკითხოთ. შეჯამებისთვის კი, უნდა გკითხოთ აუცილებლად, ფაქტობრივად 2 წუთი გრჩება. რა არის ის მინიმალური საერთო მნიშვნელობა, რის გარშემოც ოპოზიციამ 2026 წლისთვის მაინც უნდა მოახერხოს გაერთიანება, იმისათვის რომ რაღაცა შეცვალოს, რაც ახლა გვაქვს მოცემულობა პოლიტიკური ქვეყანაში. ვერანაირად ვერ მოახერხებს შემისადმი, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, ერთადერთი შანსია რომ ვიღაც ლიდერი უნდა იყოს. ვიღაც უნდა გამოჩნდეს. თუ არ გამოჩნდა ადამიანი რომელიც გარშემოც მოხდება. ანუ ისევ პიროვნების გარშემო თუ მოხდება, თორემ იქ ახლა მე ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ხალხი რაღაცნაირად ერთი იმით განწყობა ყველას ერთნაირია, ხედვა ყველას ერთნაირია. აქამდეც ერთი ნაციონალური მოძრაობის გვარამიას და მელიას პარტიის, ხოშტარიას პარტიის, ჯაფარიძის პარტიის, თუნდაც აი ფედერალისტების და თამარ ჩერვოლეიშვილის, რომელიც პრინციპში კრიტიკულია ხო მათ მიმართ. კი ბატონო. ეს მოძრაობის მიმართ საკმაოდ. მათი ხედვა თუ როგორ უნდა შეცვალო ხელისუფლება, პრაქტიკულად არის ერთ და იგივე. მაგათ არა, ყველა რადიკალური დაპირისპირების ქუჩაში დგომის მომხრე. არაფერს სხვას არ განიხილავს, სხვა მეთოდებს არ განიხილავენ საერთოდ. ეხლა დანარჩენი არის პიროვნების თავსებადობა. ეს პიროვნული თავსებადობა ის პრობლემა აქვს და ამიტომ ვერ ერთიანდებიან. და ვერც გაერთიანდებიან. ეს თან ჩიხია, იმიტომ რომ ჩიხი არის, იმიტომ რომ კი ბატონო, ეს პროტესტი დიდია, ძალიან დიდია პროტესტის განწყობა ხალხში და ამიტომ ეს პროტესტი არ ჩაკვდება, მაინც იქნება 5-10 ადამიანი სულივის. და უფრო მეტია, ბევრად და თუნდა ასეულადაზობით არის და უკმაყოფილო ადამიანი და მე ვფიქრობ, რომ მილიონსაც აჭარბებს უკვე უკმაყოფილო, მაგრამ ვერ მოხდება გაფართოება. ამ რადიკალური პროტესტით გაფართოება მონაწილეების ვერ მოხდება. საჭიროა სხვა ფორმების მოძებნა, რომელსაც ეს ხალხი ვერ მოძებნის, ამიტომ საჭირო ერთადერთი რამაც შეიძლება სიტუაცია შეცვალოს არის ვიღაცა ახალი მოთამაშის გამოჩენა, რომელიც არ ჩანს. ჯერჯერობით არ ჩანს. მე თვითონ ვიტოვებ რომ გამოჩნდება. მადლობა. გმადლობთ. გემშვიდობებით და წარმატებულ 2026 წელს გისურვებთ ბატონო. მადლობა თქვენ. კი ბატონო, შიდა პოლიტიკის პარალელურად აუცილებლად უნდა ვისაუბროთ საგარეო ფაქტორებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა შიდა დემოკრატიული ფილტრები აღარ მუშაობს, ჩნდება კითხვა რა ხდება ჩვენს საგარეო ფლანგზე. BBC-ის საგამოძიებო მასალები, ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სავარაუდო ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 დღეში დაასრულა და დაადგინა, რომ თბილისში დემონსტრანტთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის კამიტეს სავარაუდო გამოყენების შესახებ BBC-ის ფილმი იყო მიზანმიმართული დეზინფორმაცია. გამოძიება გრძელდება უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით, ამ და სხვა ხმაურიანი ამბების გამო ჩვენ ვხედავთ, რომ 2025 წელს საქართველოს აღმოჩნდა უპრეცედენტო შესაძლოა ითქვას პარადოქსულ მდგომარეობაში საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. ჩვენ შემდეგ სტუმართან ერთად სწორედ ამ გეოპოლიტიკურ ჩიხზე სამოქალაქო სივრცის დახშობისა და იმ ფაზზე ვისაუბრებთ, რომელსაც ქვეყანა იხდის
საერთაშორისო იზოლაციის ფონზე. ჩვენი შემდეგი სტუმარია საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი, რომელიც შემოგვიერთდება რამდენიმე წამში, ბატონ გიორგისთან ერთად, როგორც უკვე გითხარით, ვისაუბრებთ საგარეო ფაქტორებზე. ბატონ გიორგი, საღამომშვიდობისა, მადლობა თქვენ დროისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. საღამომშვიდობის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა დაპატიჟებისთვის. თქვენც ასევე. ბატონ გიორგი, ვაჯამებთ მიმდინარე წელს 2025 წელს ხელისუფლების მთავარი გზავნილი სუვერენული დემოკრატია და ღირსებით ევროპისკენ იყო, თუმცა რეალურად მივიღეთ დაპაუზებული ურთიერთობები და სანქციების მოლოდინი. თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურია ევროპული ინტეგრაცია იმ პირობებში, რომელშიც ახლა ვართ და სად გადის ზღვარი ამ ურთიერთობებში? მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე ღრმავდება ევროიზოლაცია სინამდვილეში და არანაირი ინტეგრაცია. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყო სრულიად ცალსახა იმ ანტიდასავლური რიტორიკისა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, რომელიც გადადგა ქართულმა ოცნებამ, ევროინტეგრაციის პროცესი ამჟამად არის შეჩერებული. უფრო მეც ვიტყვი, მე საერთოდ ვერ ვხედავ პოტენციალს ან შესაძლებლობას ქართული ოცნებისგან, რომ მათ გააგრძელონ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია და იგივე ხდება არა მარტო ევროპელებთან დაკავშირებით, იგივე ხდება ამერიკელებთან მიმართებით. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ერთი წლის წინ, როგორ გვპირდებოდა ქართული ოცნება 20 იანვარი მოვა და ტრამპთან ურთიერთობები დაალაგდება, საქართველო აღადგენს იმ პარტნიორულ ხელშეკრულებას, სტრატეგიულ პარტნიორობას და ამის სანაცვლოდ ჩვენ ვხედავთ, რომ ვერანაირი მაღალი დონის კომუნიკაცია შეერთებულ შტატებსა და ქართული ოცნების ხელისუფლებას შორის ვერ მოხერხდა. მაშინ, როდესაც რეგიონის სხვა ქვეყნები, ჩვენი მეზობლები, როგორც ფაშინიანი, ასევე ალიევი, ძალიან აქტიურად ხვდებიან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, უფრო მეტიც შეერთებული შტატები პირდაპირ ჩაერთო სომხეთში ტრიპის კორიდორის მშენებლობაში. ანუ ჩვენ ხედავთ, რომ იზოლაცია ჩვენი ისტორიული უკვე შეიძლება ვთქვათ პარტნიორებისგან მხოლოდ და მხოლოდ ღრმავდება, არანაირი საგარეო პოლიტიკური წარმატება ჩვენ ბოლო პერიოდში არ გვქონია, ფაქტობრივად არ ყოფილა სერიოზული ვიზიტები არც ევროკავშირში, არც შეერთებულ შტატებში და ერთადერთი უნგრეთი არის ორბანი, რომელიც ახორციელებს გარკვეულ კომუნიკაციას ქართულ ოცნებასთან, თუმცა აპრილის შემდეგ ვნახოთ, როგორ მოხდება უნგრეთში არჩევნები არის აპრილში და ამ არჩევნების გათვალისწინებით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ორბანი დარჩეს ხელისუფლებაში. მისი რეიტინგი არის მკვეთრად დაცემული. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ გვაქვს ასევე ევროკავშირის მიერ მიღებული ვიზა ლიბერალიზაციის მექანიზმის შეჩერების ახალი მექანიზმი და ამ ახალი მექანიზმის ფარგლებში შესაძლებელი ხდება არა მარტო ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება მთლიანად ქვეყნისთვის, არამედ კონკრეტული თანამდებობის პირებისთვის, რაც როგორც ჩანს, ძალიან მალე ამოქმედება დღეს ძალაში შევიდა ეს მექანიზმი და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვაქვს ევროკავშირის განცხადებები, რომ ამოქმედება ეს შეჩერება ქართული ოცნების წარმომადგენლებთან მიმართებით. კი ბატონო, შესავალში ვახსენებ ბატონ გიორგი BBC-ს გამოძიება აქციების დარბევისას ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენებაზე, როგორ აისახება და აისახა მსგავსი ტიპის საერთაშორისო მხილებები საქართველოს იმიჯზე, როგორც დემოკრატიულ პარტნიორზე და აქვე საინტერესოა ამ იმიჯის რეაბილიტაციის რა რესურსი დარჩა ქართულ ოცნებას, ხედავთ თუ არა ასეც არსებულ სიტუაციაში საერთოდ. კი, ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება, რომელსაც ჭირდება სერიოზული პასუხი და საერთაშორისო გამოძიება. წარმოუდგენელი არის, რომ ასეთი ბრალდების პირობებში იმ მხარემ, რომელსაც ბრალდება ქიმიური აგენტის, ანუ ფაქტობრივად ქიმიური იარაღის გამოყენება, თავად ჩაატაროს ასეთი გამოძიება. მის სანდოობა უბრალოდ არ არსებობს. ამას ემატება თავად სუსის მიერ ჩატარებული ხუთდღიანი გამოძიება და არ ვიცი, სრულიად წარმოუდგენელი არის ვინმეს თუ ქონია შეხება სერიოზულ ჩატარებულ გამოძიებასთან, 5 დღეში ასეთი ტიპის გამოძიება ნამდვილად არ ტარდება, მისი შედეგები არ ყოფილა გამოქვეყნებული, რაზეც გაერთიანებულმა სამეფომ მაგალითად მოუწოდა ქართულ ოცნებას და ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არის, რა თქმა უნდა, ქვეყნის იმიჯზე ეს საშინელი ლაქა არის, იმიტომ რომ ვინ იყენებდა ქიმიურ იარაღს? ეს იყო სადამ ჰუსეინი, ეს იყო სხვა დიქტატორები, რომლებიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებდნენ ასეთ ქიმიურ ნივთიერებებს. მაგრამ საერთაშორისო იმიჯზე კიდევ უფრო უარესი არის ქვეყნის შიგნით, ანუ რა გამოდის, რომ ხელისუფლებას აქვს უფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს რაღაცა გაუგებარი ქიმიური რეაგენტები. ანუ ეს ხო სრულიად მიუღებელი არის. ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ნამდვილად
სრულიად მიუღებელი არის ასეთი ქმედებები და ის გამოძიება, როგორც თავიდან ვეთქვი, არანაირად არ აჩენს ამ ეჭვების გაქარწყლების სერიოზულ საფუძველს. სამწუხაროდ. გასაგებია. თქვენ ხშირად საუბრობთ ბატონ გიორგი სამოქალაქო საზოგადოების როლზე. 2025 წელს მიღებულმა რეპრესიულად შეფასებულმა კანონებმა, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციებს სამოქალაქო სივრცის დახშობას უწოდებენ არა მარტო საქართველოში, რა გრძელვადიანი ზიანის შეიძლება მოუტანოს რა გრძელვადიანი ზიანი შეიძლება ამ ყველაფერმა მოუტანოს ქართულ დემოკრატიას, რამდენად აქვს დასავლეთს დარჩენილი ეფექტური ბერკეტები ამ პროცესის შესაჩერებლად და ზოგადად ამ წლის პროცესებმა აჩვენა თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე არ მოქმედებს საერთაშორისო ზეწოლის მსგავსი მექანიზმები, რომელიც იქნა უკვე გამოყენებული, მათ შორის თუნდაც საუბრები სანქციებზე ან რეალურად განხორციელებული სანქციები რიგი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხრიდან. კი, საკმაოდ კომპლექსური სამი კითხვა დასვით ფაქტობრივად. პირველი სამწუხაროდ წელს ვაჯამებ და მიწევს რომ ბევრ საკითხს ერთად მოვეჭიდო ერთ კითხვაში, ბოდის გიხდით თქვენ ამისთვის. პირიქით მე ვეცდები რომ მოკლედ გიპასუხოთ. პირველი, რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას. თავიდანვე, როდესაც ხდებოდა ამ კანონების მიღება, სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიურად საუბრობდა, რომ ეს კანონები თავისი ბუნებით არის არადემოკრატიული. ჩვენ ვნახეთ, რომ სლოვაკეთი, რომელშიც იყო ასევე მსგავსი კანონის მიღების მცდელობა, სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ამ კანონების სლოვაკეთის კონსტიტუციასა და ევროკავშირის სამართალთან შეუსაბამობის შესახებ. ასე რომ რუსული კანონების შესახებ მე მგონი ეგ ყველაზე ცალსახა არის, რის თქმაც შეიძლება. ამას ემატება ის, რომ ეს კანონები რაღაცნაირად პაკეტში იყო, საქართველოს გარდა ეს კანონი მიიღო ყირგიზეთმა, განიხილებოდა რესპუბლიკა სერბსკაში მსგავსი კანონის მიღება და ფაქტობრივად საგარეო პოლიტიკურად ამ და მსგავსი კანონების მიღება გახდა ერთგვარი ფილტრი, რომელთაც შეიძლებოდა რუსეთისადმი დამოკიდებულების გაზომვა. ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოება, ქართულ საზოგადოებას არაერთხელ ვაფრთხილებდით და აღმოჩნდა, რომ ყველაფერში მართალი იყო ეს შეფასებები და ჩვენ ვხედავთ, რომ თავიდან რაც დაიწყო გამჭვირვალობით, იმით რომ ეკაგიგაურმა რამდენი ყავისჭიქა იყიდა და ახლა რეალურად ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ გვყავს ევროიზოლაცია და საერთოდ დასავლეთთან ურთიერთობები არის გაუარესებული. და ეს ყველაფერი დაიწყო აი ამ ფსევდო გამჭვირვალობით, რომლის ნამდვილი სახე ახლა უკვე მე მგონი ყველასთვის არის სალსა. ეს რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას. რაც შეეხება ზოგადად დემოკრატიაში თავისუფალი ორგანიზაციების ოპერირებას და პოლიტიკური პარტიების. ამის შესახებ მე მინდა გავიხსენო ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის სიტყვა მიუნხენში, როდესაც ჯეი-დი ვენსმა ძალიან სალსახად, ნათლად გაიმეორა ის საბაზისო თეზისი, რომელიც ძალიან კარგად იცის პოლიტიკური მეცნიერებების, ალბათ პირველი კურსის სტუდენტმა, მეთორმეტე თუ არა. პოლიტიკური პარტიები, პლურალიზმი, სამოქალაქო საზოგადოების არსებობა არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი. ამის გარეშე დემოკრატია ფიზიკურად არ არსებობს და არსებობს ჩრდილოეთ კორეა, არსებობს საბჭოთა კავშირი, სსრკ-ში იყო ერთი პარტია და არსებობს ნაცისტური გერმანია. აი ამ არჩევანი გვაქვს ჩვენ რომ ან ვიქნებით თანამედროვე დემოკრატიული პლურალისტური ევროპული სახელმწიფო ან მთელი 30 წელი როდესაც ჩვენ ავად თუ კარგად ვაშენებდით ქართულ სახელმწიფოს ფაქტობრივად გამოდის რომ ტყუილა გავიღეთ ეს უზარმაზარი მსხვერპლი და ყველაფერი ჩავყარეთ წყალში. ამაში არის მთავარი პრობლემა. ანუ კიდევ ერთხელ სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, თავისუფალი პრესა ეს ყველაფერი არის თანამედროვე ნორმალური სახელმწიფოს ქვაკუთხედი. ნებისმიერი მცდელობები და ჩვენ გვქონდა გარკვეული საუბრები იმაზე, რომ თითქოს გერმანული სტანდარტით უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა. გერმანიაში არსებობს ნაცისტური, პუტინისტური პარტია, რომლის წარმომადგენლები ჩასულები იყვნენ მათ შორის აფხაზეთში. და ფაქტობრივად დე-ფაქტო აღიარეს ამ ორი რეგიონის ოკუპაცია რუსეთის მიერ. მიუხედავად ამისა, ეს პოლიტიკური პარტია გერმანიაში ჯერ ყოველ შემთხვევაში აკრძალული არ არის და ნამდვილად გაცილებით უფრო მეტი საფუძველი არსებობს გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით იმ ნაცისტური პარტიის აკრძალვის, ვიდრე საქართველოში რომელიმე პოლიტიკური პარტიის შეზღუდვისაც კი. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა ასევე, რადგანაც ვაჯამებთ მიმდინარე წელს 2025 წელს, ბატონო გიორგი, საინტერესოა
რა გამოსავალი არსებობს პროგნოზი როგორია 2026 წლისთვის თქვენგან და გამოსავლის გზები თქვენი ხედვით რა არის ის მინიმალური ნაბიჯები რაც 2026 წელს უნდა გადაიდგას რომ ქვეყანა ამ საგარეო კრიზისიდან გამოვიდეს თქვენ რომელ ფაქტორებს და ფაქტორს ანიჭებთ უპირატესობას არის თუ არა გამოსავალი მხოლოდ შიდა პროტესტში თუ საერთაშორისო წნეხია გადამწყვეტი რომ ხელისუფლება წავიდეს რაიმე ტიპის დათმობებზე და აქვე საინტერესოა ოპოზიციური სპექტრის თანამონაწილეობა ამ პროცესში, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ მათი როლი ამ პროცესში ფაქტობრივად არ იყო საერთოდ გამოკვეთილი მთელი წლის განმავლობაში. ოპოზიცია, როგორც სამოქალაქო პროტესტის მონაწილე საზოგადოების მხრიდან, ისე ხელისუფლების მხრიდან არის იგნორირებული, უფრო მეტიც ხელისუფლებამ ბევრი მათგანი საერთოდ გამოკეტა ციხეში, ხომ ამ წლის განმავლობაში, 2025 წლის განმავლობაში. ამ რა პერსპექტივას ხედავთ ამ ყველაფრის გათვალისწინებით 2026 წლისთვის? ზოგადად ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ეს არის ალბათ ის რაზეც ყველა პოლიტიკური აქტორი, ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ყველა პატრიოტი და ყველა ვისაც შესწირვა გული ჩვენი ქვეყნის მომავალზე თავდება. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე ნებისმიერი დიალოგი არის შეუძლებელი. ეს არის პირველი ნაბიჯი, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ რაღაცა საბაზისო ელემენტარული ნდობა აღდგეს და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება სხვა თემებზე საუბარი. რა თქმა უნდა, ყველაზე სწრაფი, მარტივი და მე ვიტყოდი იდეალური გამოსავალი არის ახალი თავისუფალი არჩევნები, თუმცა ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი არის ეს არსებულ პირობებში. ასე რომ, ეს არის ორი ფუნდამენტური თემა. შეიძლება ხაფანგი აღმოჩნდეს, ბატონი დავით საუბრობდა თქვენამდე, ბატონ გიორგი იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა რიგარეში არჩევნების ჩანიშვნა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის შეიძლებაო საფრთხე იყოსო იმ ფონზე, რა მდგომარეობაშიც ოპოზიცია არისო, თქვენ რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას? ძალიან დიდი პატივისცემა ბატონ დავითს. ნაწილობრივ შეიძლება გავიზიაროთ ეს, გააჩნია ისევ და ისევ რა არის ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მთავარი ამოცანა. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ქართული ოცნება მართლა ცდილობს ჩვენი ქვეყნის ნორმალურ მართვას და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას, ამ შემთხვევაში ნორმალური თავისუფალი არჩევნების ჩატარება არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, როგორც შეიძლება ამ კრიზისიდან ჩვენი გამოსვლა. შეძლებს თუ არა ოპოზიცია კონსოლიდაციას, შეძლებენ თუ არა ამ შესაძლებლობის გამოყენებას, ეს იქნება დამოკიდებული უკვე ოპოზიციაზე. და იმ შემთხვევაში თუ ისევ ვერ შეძლებენ გამოყენებას, თავზემო ძალა აღარ არის, მაგრამ მე მგონია რომ ქართული ოცნება ნაკლებად წამოვა ამ არჩევნებზე არსებულ ვითარებაში, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ საკუთარი ძალაუფლების მაქსიმალურად გაძლიერებას. ძალაუფლების გაძლიერება შეიძლება ორი გზით, ერთი არის დემოკრატიული არჩევნები და ამ მხრივ ქართული ოცნება გრძნობს, რომ მათი მხარდაჭერა არის შემცირებული, ჯერ ერთი უამრავი პოლიტიკური პატიმარი, მზიამაღლობელი, დაწყებული, დამთავრებული ბოლო პერიოდში დაკავებული ადამიანებით, ამ ყველაფერს ემატება ზოგადად ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც თავად ქართულმა ოცნებამ აღიარა და რომელსაც ირაკლი ყობახიძემ ისაუბრა, ეს არის უზარმაზარი ფასები, რომლებიც წარმოუდგენლად არის გაზრდილი და არანაირი ობიექტური დასაბუთება ამას არ აქვს და მესამე საკითხი ეს არის ასევე ქართული ოცნების მიერ აღიარებული კორუფციული უამრავი საქმე ბოლო პერიოდში რაც ჩვენ ვნახეთ და აღმოჩნდა რომ მთელი ქვეყანა იმართებოდა კორუფციული სქემებით, რაც ტრაგიკული არის მე ვიტყოდი. მადლობთ ბატონ გიორგი გადაცემაში მონაწილეობისთვის და წარმატებებს გისურვებთ ახალ 2026 წელს. კიდევ ერთხელ მადლობა. მშვიდობიანი და დემოკრატიული წელი გქონდეს. ვიმედოვნებთ. საერთაშორისო იზოლაცია და საგარეო საფრთხეების მოცემულობა, რომელიც 2025 წელმა დაგვიტოვა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი საგარეო გამარჯვება თუ მარცხი შიდა ინსტიტუციურ სიმტკიცეზე გადის, როდესაც პოლიტიკური დიალოგის გზები ცენტრალურ დონეზე პარალიზებულია, თითქმის ყველა მიმართულები და არა მარტო ოპოზიცია და ხელისუფლებას შორის ჩნდება ბევრი პრობლემა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ეს მოცემულობა კიდევ უფრო ხელშესახები ხდება რეგიონებში, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში დეცენტრალიზაციის ნაცვლად ვერტიკალური კონტროლის გაძლიერებას ვხედავთ. სწორედ შიდა პოლიტიკურ არქიტექტურაზე, ოპოზიციის რეალურ შესაძლებლობებსა და
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიღებულ სურათზე ვისაუბრებთ ჩვენს მომდევნო სტუმართან ერთად. პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი შემოგვიერთდა პირდაპირ ჩართვის რეჟიმში. ბატონ ირაკლი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, გილოცავთ დამდელჩობა ახალ წელს. მეც ასევე გილოცავთ. კი ბატონო. გილოცავთ და გადავალ პირდაპირ კითხვაზე, ბატონ ირაკლი, ამ გადაცემაში ვცდილობთ მოკლედ შევაჯამოთ 2025 წლის მთავარი მოვლენები იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების რადიკალური ცენტრალიზაცია, დაწყებული რეპრესიულად მიჩნეული კანონები, დამთავრებული ელიტური კორუფციის მხილებებით. თქვენი ხედვით რა მოცემულობაში ვართ ახლა, როგორ შეიძლება შეფასდეს მიმდინარე წელი, დავიწყოთ პროევროპული პროტესტით და მასთან დაკავშირებული პროცესებით, რომელსაც 2025 წლის პირველივე დღეებიდან ვხედავდით, რა მოიტანა და აჩვენა ამ პროტესტმა და მისმა თამდევმა პოლიტიკურმა პროცესებმა ქვეყანაში. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა მთავარი მოვლენა არის ის, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ერთი წელი აგრძელდება უწყვეტი პროცესი და პროტესტი და მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი არის დაკავებული და ციხეებში გაუშვეს, პროტესტი არ წყდება და ეს იმას მიუთითებს, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს ჩაახშოს ის უკმაყოფილება, რომელიც არის საზოგადოებაში იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს. მეორე უმთავრესი რაც იყო ჩემი აზრით ამ წელს, ჩვენ წლის ბოლოს გავიგეთ, რომ ყოლია მმართველი პარტია, რომლის ერთი პრემიერი უკანონო შემოსავლებით ცხოვრობდა, გენერალური პროკურორი შეკვეთილი მკვლელობის დამკვეთი ყოფილა, უშიშროების მინისტრი ყოფილა კაცი თურმე, რომელიც უცხოელებისაგან ფულს იღებდა მათი ინტერესების ალობიროთ, როდესაც მისი უშუალო მოვალეობა იყო ქვეყნის ინტერესების დაცვა, რომ თავდაცვის მინისტრი ყოლია კაცი, რომელიც ფულს იპარავდა ჯარისთვის. და დღეს საღამოს გავიგე, რომ ბატონი პრემიერი ძალიან კმაყოფილია წლევანდელი წლით და ამბობს, რომ ეს არის კარგი წელი. აი ის შემიძლია შემაჯამებლად თქვა, რომ ასეთი საოცრება ნამდვილად არ გამიგია, როგორ შეიძლება მართლმა პარტიამ, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები და პოლიტიკური თანამდებობის პირები ფაქტობრივად ქვეყნის ღალატში, ქვეყნის ინტერესების ღალატში, ტერორიზმში, უცხოელი მოქალაქეების ამ კოლცენტრებით გაძარცვაში არიან დადანაშაულებელი და აი ამ პარტიის ლიდერი კმაყოფილი არის წლევანდელი წლით. აღარ ვიცი. კი ბატონო, 2025 წლის ხმაურიანი დაკავებები ყოფილი პრემიერი თქვენც ახსენეთ, ხო, კორუფციულ სკანდალებში მხილება, დაკავებულია სუსის ყოფილი უფროსი, სხვა მნიშვნელოვანი ყოფილი თანამდებობის პირები და ბევრმა ეს პროცესი თვითგაწმენდად მონათლა, თუმცა თქვენს კოლეგებს ხშირად გითქვამთ, რომ კორუფცია სისტემური პრობლემაა და არა მარტო ახლა, ხო, წინა პერიოდში ამაზე მათ შორის ჩვენს ეთერში გისაუბრიათ. დაკავებები რეალურად კორუფციასთან ბრძოლა და არა უბრალოდ კლანური დაპირისპირება სისტემის შიგნით არის თუ არა ეს ასე, როგორც ამას ხელისუფლება გვეუბნება, სადაც წესებს მიღმა გასულებს ჯიან, მაგალითად, იგივე რიჟვაძის ფაქტორი რომ გავითვალისწინოთ და ის პროცესები, რომელიც მის ირგვლივ განვითარდა. ხო, აი როგორ ხედავთ ამ პროცესს თქვენ ცოტა ფართო სპექტრში, ბატონ ირაკლი? გინდა ერთი იყოს და გინდა მეორე, გინდა კლანური ბრძოლა და გინდა კორუფციასთან ბრძოლა. ორივე შემთხვევაში ეს არის დამანგრეველი სახელმწიფოსათვის და ეს გვიჩვენებს თუ რა ძალა მართავს ქვეყანას. იცით რა, ერთი არის რომ კორუფცია მეტნაკლებად შეიძლება ყველა ქვეყანაში არსებობდეს, მაგრამ ძალიან იშვიათად მინახავს, რომ უშიშროების მინისტრი ქვეყნის დაეკავებინოთ იმისთვის, რომ მან უცხოეთის მოქალაქისგან აიღო ფული ქვეყანაში რაღაცა მისი ინტერესების ალობიროთ. აი არ გამიგია არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რამ, ხო? რომ გენერალური პროკურორი იყო შეკვეთილი მკვლელობის დამკვეთი. შეიძლება შევაფასოთ, რომ კლანური ბრძოლაა, შეიძლება
მართლა ვიღაცას უნდა კორუფციას და ვერ გეტყვით, ვერავის გულში ვერ ჩავიხედები. მე უფრო ვფიქრობ, რომ კლანური ბრძოლა არის, მაგრამ სინამდვილეში რა მნიშვნელობა აქვს? სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ეს რეალობა, რომელი რეალობაც გვაქვს. ჩვენ გვითხრეს, გვიჩვენეს, მილიონობით ფული ამოღებული. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ჩვენებები ამ ადამიანების წინააღმდეგ და გეჯობთ ეს ადამიანები არაფერს არ იძახიან, ხო? ეს თანამდებობის პირები არ იძახიან იმას, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, ხო? პრემიერ-მინისტრმა აღიარა, დანარჩენები დუმილოს უფლებას უფრო იყენებენ. აი ამ რეალობაში ვართ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის პირველი საკითხი რაც არის, კი მაგრამ ეს ხალხი ვინ დანიშნა? კი ბატონო. ვინ მიანიჭა ეს უფლებამოსილებები და დგას თუ არა იმ ხალხის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ხო? ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში ეს კითხვა დაისმებოდა. კლანურია ეს ბრძოლა თუ კი კორუფციასთან ბრძოლა არის, რეალობაში ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო ქართული ოცნების ლიდერები, ეს ადამიანები იყვნენ ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები, მათი პოლიტიკური სახეები და ეს არის ხალხი, რომელსაც ამტკიცებდა საქართველოს პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობა იყო ქართული ოცნება. ამიტომ პირველ რიგში ჩემთვის ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. კი ბატონო, ამ ფონზე ბატონო ირაკლი იქნებოდა რეგარაში არჩევნების დასანიშნად. კი ბატონო, ამ ფონზე ცენტრალურ დონეზე მიმდინარე ამ ძიმე პროცესების ფონზე ოპოზიცია ხშირად რეაქტიულ რეჟიმშია, როგორც ხედავთ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში, ხო? თქვენი აზრით რა არის მათი მთავარი ინსტიტუციური შეცდომა ამ ყველაფრის ფონზე, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიციური სპექტრის შექმნას მყარი ალტერნატივა, რომელიც ხალხს დაანახებს, რომ სისტემის შეცვლა შესაძლებელია და არა მხოლოდ პერსონალიების დაუშვათ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ პერიოდულად, როგორ იცვლებიან ქართული ოცნების ხელისუფლებაში, ხო? რატომ ვერ მოახერხა იგივე ოპოზიციამ დაუშვათ კონვერტაცია იმ სამოქალაქო პროტესტის, როცა ჩვენ ვხედავდით 100,000-ობით ადამიანს ქუჩაში გამოსულს. სად არის მათი პრობლემა? ანუ ძირითადი ცვლილებების მომხდენი ძალის პრობლემას რაში ხედავთ ამ ხნის განმავლობაში? მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და არაერთხელ მithკოს ამის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებები არ იცვლება მხოლოდ იმის გამო, რომ მთავრობა არ მოსწონთ. საქართველოს ხელისუფლება იცვლება მაშინ, როდესაც საზოგადოებაში ჩნდება იმისი იმედი, რომ თუკი რომ ოპოზიციაში არის ძალა და არიან ადამიანები, თუკი ისინი მოვლენ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანაში უკეთესობა დადგება. საქართველოს მოსახლეობის ყველა გამოკითხვით და ამას ხაზი გაუსვა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილო არის ხელისუფლების პოლიტიკით, მაგრამ აი ამ უკმაყოფილოების დიდი ნაწილი არ ფიქრობს იმას, რომ აი ამ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლით რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება, ან საერთოდ ეს ოპოზიცია შეცვლის ხელისუფლებას. ოპოზიციის პრობლემა არის ჩემი აზრით იმაში, რომ ისინი ძალიან შორს არიან იმ პრობლემებისაგან, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში და სულ ვამბობ ამას, რომ ოპოზიციის მთელი, ასე ვთქვათ, მესიჯები საზოგადოებისათვის მიმართულია ფაქტობრივად ერთ საკითხზე, ეს არის ევროინტეგრაციის საკითხი. ეს არის უვიზო რეჟიმის საკითხი, სულ ვამბობ იმასაც, რომ 22%-მა ისარგებლა უვიზო რეჟიმით, იმ 78%-ს არ ისარგებლა არა იმიტომ, რომ არ უნდა წასვლა, არამედ იმიტომ, რომ შეაძლებლობა არ აქვს. ფაქტიურად და იმ პრობლემებზე, რაც ამ 78%-ს აქვს, არავინ არ ელაპარაკება. ოპოზიციაში არის რატომღა ჩამოყალიბებული ესეთი აზრი, რომ რა დროს ეხლა ამ თემებზე ლაპარაკია, როდესაც ჩვენ ასეთი გლობალური პრობლემები გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით და ფაქტობრივად ისე გამოდის იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არ არიან აქტიური, ისე გამოდის, რომ ოპოზიცია ეუბნება, რომ შენი შვილების პრობლემებზე ლაპარაკის დრო ეხლა არ არის, მაგრამ თავაზობს იმას, რომ მათი შვილების უკეთ ყოფნისთვის და დასავლურ ევროპაში სიარულისთვის გამოვიდეს ქუჩაში. ძალიან ვუტრირებ ეხლა რასაც ვამბობ, მაგრამ ამაში არის დიდი სიმართლე. ძალიან დაშორებული არის ოპოზიცია თავისი მესიჯებით, თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით, საზოგადოების დღის წესრიგით და თუ ეს არ გამოსწორდა, არაფერი არ შეიცვლება. მადლობა თქვენ, ბატონო ირაკლი, ბედნიერ და წარმატებულ ახალ 2026 წელს გისურვებთ. თქვენც ასევე და ყველა საქართველოს უსურვებ იგივეს. აუცილებლად დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება.
პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში. ასეთი იყო 2025 წლის ბოლო მთავარი აჭარაში. იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც შიდა ისე საგარეო პოლიტიკაში 2026 წელი და იმის იმედსაც ვიტოვებ, რომ ისევ თქვენთან ერთად და შემდეგ წელსაც ამ სტუდიიდან შევაჯამებ წლის მთავარ ამბებს. ბედნიერ და წარმატებულ და სიახლებით სავსე 2026 წელს გისურვებთ. გამარჯვებებით იცხოვრეთ, მე დროებით გემშვიდობებით, ნახვამდის.